Დაბრუნდეთ საქართველოში, დედაქალაქში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები გვიანღამით თბილისის მერმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. ყოფილ ელბაქიძის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა დაახლოებით 2 თვეში აღდგება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა. გავაძლიერეთ ტექნიკა და როგორც დღის განმავლობაში, ასევე მთლიანად ღამის განმავლობაში მუშაობს ტექნიკა, რათა დროულად დავამთავროთ ხიმინჯების ჩასმა. 4 დღის განმავლობაში დამთავრდება ხიმინჯების ჩასმის სამუშაოები და შემდგომ გაგრძელდება მისი შეპრა. სამუშაოები ძალიან ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი ესეთ პირობებში, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად შეგვიძლია ვიმუშაოთ. იქნება კომუნიკაციის მოწესრიგებაზე უახლოეს დღეებში დაწყებული სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2 კვირა დაგჭირდება კიდე იმისათვის დღეის გადასახედი და ყოველ შემთხვევაში, რომ აქ ასე ვთქვათ, ფაფენილის დაგების სამუშაოები დავიწყოთ, ანუ მოვაწესრიგოთ დანარჩენი ყველაფერი, თუმცა მოვლენები მშენებლობა ისეთი საკითხია, მოვლენებს არ გავასწრებთ წინ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემჭიდროებულ ვადებში, ასე ვთქვათ, ყველა სამუშაო მივიყვანოთ ბოლომდე.